Საქალაქო სასამართლოში გრძელდება ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის საქმის განხილვა. დღეს ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. წარმოდგენილია 3 მოწმე, რომელსაც პროკურორი დღევანდელ პროცესზე დაკითხავს. მათ შორის არის ავიტოსკოპიური ექსპერტი, ასევე თბილისი თაუერის სასტუმროს თანამშრომელი და კიდევ ერთი გამომძიებელი. როგორც სახელმწიფო ბრალდებელი ამტკიცებს, დაიწყო მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვის ეტაპი საქალაქო სასამართლოში. დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ ფლობენ ინფორმაციას, რა კავშირი ჰქონდათ ძმებ მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს, ლევან ჯანგოლაძის მკვლელობას, სად ხდებოდა დაორგანიზება ამ მკვლელობის და ვინ არის მთავარი დამკვეთი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოწმეები ისაუბრებენ უკვე დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლო არის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. სამართალდამცველების მხრიდან კრიმინალურ პოლიციას დაკავებული აქვს საქალაქო სასამართლოს მთელი ეზო სივრცე ტერიტორია ავტომობილებით. ისინი დღესაც ელოდებიან დიდი ალბათობით სიტუაციის ესკალაციას. ჩვენ ვიხილეთ ბოლო 3 პროცესის განმავლობაში ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის საქმე მიმდინარეობდა დაპირისპირების ფონზე. ჯანგოლაძის მხარდამჭერები უპირისპირდებოდნენ საქალაქო სასამართლოში მოსულ მიქაძეების მხარდამჭერებს. დასტურდება ის, რომ გელა უძილაური იყო ამბასადორთან და გელა უძილაური იყო თაუერში, ეს ავიტოსკოპიური ექსპერტმა დაადასტურა და ასევე დადასტურდება, რომ იმ ვიდეო კადრებში, რომელიც გიორგი კაჭკაჭაშვილის მობილურ ტელეფონიდან არის ამოღებული, არის სანდრო ციცივაძე და გიორგი ჯოხაძე. სასტუმროს თანამშრომელი, რომელსაც დაიკითხა და განმარტა, რომ გიორგი ჯოხაძე ამ სასტუმროში სარგებლობდა პრივილეგიებით. იმ კუთხით, რომ მას არ ახდევიებდნენ თანხას, ისე სარგებლობდა სხვადასხვა მომსახურებად. გიორგი ჯოხაძე, დავით მიქაძე სასტუმროს თანამშრომლისთან დასწრებით არ დაელაპარაკებოდა, ეს ძალიან მარტივად მისახვედრია, რაც შეეხება რას ელაპარაკებოდა, რა დაიგეგმა, ეს უკვე სხვა მტკიცებულებებით, როგორც დეტალური ამონაწერით, ინფორმაციით, მათ შორის ძალიან საინტერესოა, ზუსტად 15 თებერვლის შეხვედრის შემდეგ, სადაც გელა უძილაურიც იმყოფებოდა სასტუმრო თაუერის ტერიტორიაზე, 16 თებერვლიდან თვალ-თვალს იწყებენ ლევან ჯანგოლაძეს, რომელიც ჩამოდის საქართველოში. ლევანდელი მოწმე, რომელიც გახლავთ სასტუმრო თაუერის კიდევ ერთი თანამშრომელი, ვერანაირად ვერ დაადასტურებს დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრას, იმიტომ რომ დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრა სასტუმრო თაუერში არ მომხდარა 2025 წლის თებერვლის არც ერთ რიცხვში და ზოგადად საქმის მასალებიდან საერთოდ მათი გადაკვეთა არანაირად არ ფიქსირდება. რაც შეეხება იმ საკითხს, თქვათ გიორგი ჯოხაძის და დავით მიქაძის შეხვედრას თუ ჰქონდა ადგილი, ამ გარემოებებთან დაკავშირებით შეიძლება მოწმემ ისაუბროს, თუმცა არც ერთ მოწმეს არ აქვს ინფორმაცია ამ 12 წუთიანი შეხვედრის განმავლობაში, რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შედგა სასტუმროს ღია ფოიეში, სადაც მიდიოდა და მოდიოდა უამრავი ადამიანი. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია, რომ თითქოს და 12 წუთიანი შეხვედრის განმავლობაში გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე აორგანიზებდნენ ლევან ჯანგოლაძის მკვლელობას, აბსურდულია. საფუძველ თაუერის თანამშრომლები უშუალოდ ადასტურებენ იმ ფაქტებს, რომ გიორგი ჯოხაძე დროთა განმავლობაში დროდადრო იმყოფებოდა თბილისი თაუერში, რაც აბსოლუტურად არაფერს არ ადასტურებს. ბრალდების მხარე თუ კი ვინმე არის აცდენილი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების მხარე, ვინაიდან ბრალდების მხარე ეყრდნობა აბსტრაქტულ მცნებებს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, შეკითხვებს სვავს აბსოლუტურად ზოგადს და ლოგიკურიც არის, რომ ვერ დასვავს პირდაპირ შეკითხვას, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირი მოწმე, არათუ პირდაპირი მოწმე, არამედ ირიბი მოწმეც არ ყავს საქმეში წარმოდგენილი და სამართლის საქმე დაყრდნობილი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების მიერ შეთხზულ ცრუ პატაკებს, როდის იმყოფებოდა გიორგი ჯოხაძე თბილისი თაუერში. ამას არც დაცვხარი არ უარყოფდა იმ თავითვე არ უარყოფს დღესაც. თუმცა ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. დღეს დიდი ალბათობით ჩვენ ვერ ვიხილავთ დაპირისპირებას გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი მიქაძე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს მის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს არ დაესწროს ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით. ადვოკატი გვეუბნება ამ ინფორმაციას, ჩვენ გააგრძელებს თუ არა ის მის სასამართლო პროცესებზე მოსვლას, ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა მან დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაესწროს სასამართლო, შესაბამისად სავარაუდოდ არ მოვლენ მისი მხარდამჭერებიც. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა პოლიციის